Hey Google, თუ იცი დგავარაკებს მიიღებს? არა, მაგრამ უარს არ გეტყვით. უკვე რამდენიმე დღეა ახალ Pixel 10 Pro XL-ს ვიყენებ. ხო და არის ბევრი რამ, რაც შესანიშნავია ამ smartphone-ში და არის ასევე ხაზგასმელი საკითხიც, რაც უნდა ვაღიაროთ. ამ ყველაფერს კი დღეს გეტყვით. ეს Pixel 10-ია, ეს კი Pixel 10 Pro XL. სანამ დავიწყებთ, ჩვენი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. წავიდა. Unboxing-ისას ორივე ტელეფონის ყუთში ერთი და იგივე აქსესუარებს ხვდებით. Smartphone-ის ქვემოთ დამტენი კაბელი გვხვდება, ხოლო საბუთებთან სიმბარათის გასახსნელი ნემსი. დიზაინი, როგორც ხედავთ, არ შეცვლილა, ცხრის მსგავსად ჰორიზონტალურად გაწყობილი კამერების ერთობლიობა ისევ და ისევ. აწყობის ტექნოლოგიით იგი წინაც და უკანაც შუშაა, მათ შორის კი ალუმინის ჩარჩო. ორივე შუშა Gorilla Glass Victus 2-ია, ხოლო ჩარჩოზე ისევ მარჯვენა მხარეს ხვდებით ხმის რეგულირებისა და ჩართვის გელაკებს. Pixel 8-დან მოყოლებული მომწონს ამ smartphone-ის დიზაინი, ლამაზი და სოლიდურია, პირადად ჩემთვის და ხელში იჭერისას კომფორტულია მისი გამოყენება. თითი კარგად თავსდება და ისვენებს კამერის ჭრილზე. Pixel 10 Pro XL 4 ფერში გვხვდება. ცისფერი, მწვანე, თეთრი და შავი. სტანდარტულ Pixel 10-ს ასევე 4 ფერში ვხვდებით. ლურჯი, ცისფერი, მწვანე და შავი. სტანდარტულ 10-ს 6.3 ინჩიანი ეკრანი აქვს, მისი პიკური სიკაშკაშე 3000 ნიტია. 120 ჰერციანი განახლების სიხშირეც აქვს და სკროლა ყოველთვის მაქსიმალურად სასიამოვნო იქნება. Pro XL-ს 6.8 ინჩიანი LTPO OLED ეკრანი აქვს 120 ჰერციანი განახლების სიხშირით და შეუძლია ამ 120 ჰერციდან ერთამდე ჩავიდეს საჭიროების შემთხვევაში. სტანდარტულ 10-თან შედარებით აქვს 3300 ნიტი პიკური სიკაშკაშე. მშვენიერი მონაცემებია, დიდი ეკრანი, მაღალი გარჩევადობა. პერფექტო. ორივე smartphone-ს ეკრანშივე აქვს ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი, რომელმაც ჯერჯერობით არ დამაღალატა და ყოველთვის ზუსტი და სწრაფია. მოკლედ ორივეს მშვენიერი ეკრანი აქვს, მაგრამ Pro XL-ი ცოტათი ჯობნის. რა ვქნათ ასეა. Pro XL-ს 5200 mAh-იანი ელემენტი აქვს, სტანდარტულ 10-ს კი 4970. დიდი განსხვავება არც აქვს, გვაქვს Google-ი ამბობს, რომ ორივე ტელეფონი მთელი დღე გაძლებს დატონის გარეშე, რასაც ვადასტურებ, კონკრეტულად Pro XL-ი ჯერჯერობით ვერ დავსვი, მიუხედავად იმისა, რომ 120 ჰერცი მაქვს ჩართული და ეკრანი მაქსიმალურ რეზოლუციაზე დავაყენე. ალბათ იმის გამოცაა, რომ დიდად თამაშებს არ ვთამაშობ და არ ვტვირთავ ტელეფონს, მაგრამ ამზე მოგვიანებით ვისაუბრებ. კამერებში სტანდარტულ Pixel 10-ს უკვე მესამე ტელეფოტო კამერა დაემატა. შესაბამისად, კადრის მიახლოება 5x-ზე ოპტიკურად შეგვიძლია და უკეთესი ხარისხი გვექნება შედეგებში. კარგი დამატება ნამდვილად ეს Pixel 10-ისთვის. მისი მთავარი კამერა 48 მეგაპიქსელიანია და 2 მეგაპიქსელით ჩამორჩება Pro XL-ის მთავარ 50 მეგაპიქსელიან კამერას. ულტრაფართოკუთხოვანი კამერა Pro XL-ს ბევრად და საგრძნობლად უკეთესი აქვს სტანდარტულ 10-თან შედარებით. Pro-ს 48, ხოლო 10-ს 13 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს და უფრო პატარა სენსორი. შესაბამისად, ამ მხრივ Pro XL-ი ბევრად ჯობია სტანდარტულ 10-ს. ტელეფოტო ვახსენე და მანდაც დიდი სხვაობაა კამერებში. 10.8 მეგაპიქსელიანი სტანდარტული 10 ბევრად ჩამოუვარდება 48 მეგაპიქსელიან Pro XL-ს, რომელსაც ასევე შედარებით დიდი სენსორი აქვს. Pro XL-ს ასევე დაემატა 100-ჯერ მიახლოების ფუნქციაც და კადრის გადაღების შემდეგ ხელოვნური ინტელექტი დაგიმუშავებთ ფოტოს მაქსიმალურად კარგი შედეგებისთვის. Selfies კამერა Pixel 10 Pro XL-ს 42 მეგაპიქსელიანი აქვს, ხოლო სტანდარტულ 10-ს 10.5 მეგაპიქსელიანი. ამასთანავე მათი სენსორის ზომები ერთ და იგივეა. Selfies გადაღებისას აშკარა იყო ჩემთვის ხარისხში სხვაობა. არა, ეს დასამალია ხა. ასევე Pixel 10 სერიას დაემატა ფუნქცია, რომელიც ფოტოს უკეთ გადაღებას გასწავლის, რაც კარგია თუ წარმოდგენა არ გაქვს ფოტოში როგორ უნდა დადგე. ამ მერიდან ტელეფონი თვითონ გეტყვის რა უნდა გააკეთო. ფოტოები ძალიან კარგი გამოდის და თბილისურწვიმიანი ამ მიდიც კი ფერადი შეიძლება გაახადოს. ზოგადად Pixel-ის მთავარი სიძლიერე მისი კამერა მგონია. შესანიშნავი ფოტოაპარატია თქვენს ჯიბეში, ფოტოს გადაღების ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა ჩემი პირადი და მოკრძალებული აზრით. სიახლეა ამ smartphone-ების უკანა პანელზეც. მათ ჩიორის მაგნიტური უკაბელო დამხვდა დაემატათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან შეგიძლიათ Pixel Snap-ის და MagSafe-ის აქსესუარები ან სხვა უსადენო დამტენები გამოიყენოთ. მე პირადად MagSafe-ის დამტენით ვენდი ხშირ შემთხვევაში ორივეს და კარგია ეს დეტალი რომ დაემატა. ახლა ნებისმიერ მაგნიტურ აქსესუარს მარტივად გამოიყენებთ თქვენ Pixel-თან ერთად და თვითონ Google-იც გვპირდება მათ წარმოებას. სტანდარტული 10-ისგან განსხვავებით 10 Pro XL-ს ჩი 2.2 აქვს, რაც უფრო სწრაფად დამხვტვის საშუალებას იძლევა და კლასიკური 15 ვატის ნაცვლად ის 25 ვატით შეგვიძლია დავტენოთ. ძალიან მაგარია რა. Pixel-ის ამ თაობის smartphone-ებს Tensor G5 აქვს, რომელიც 3 ნანომეტრიანი გახდა და მისი წარმადობა ნამდვილად გაზრდილია წინამორბედთან შედარებით. ამას ისიც ემატება, რომ Pro XL-ზე საწყისი მეხსიერება 128-დან 256 გიგაბაიტამდე გაიზარდა და UFS
UFS 4 და 0 სიჩქარის გახდა. ხოლო სტანდარტულად ისევ აქვს 128 გიგაბაიტის აწყისი მეხსიერება UFS 3 და 1 სიჩქარით. თუმცა, როგორც დასაწყისში ვახსენე, სწორედ ამას უნდა გაისვას ხაზი და პატარა რაღაც უნდა ვაღიაროთ. მიუხედავად გაუმჯობესებული მეხსიერებისა, ეს ჩიპსეტი არაა ყველაზე მძლავრი, რასაც ამ საფოსო კატეგორიაში შევხვდებით. ტენსორი არც არასდროს გამოირჩეოდა პერფორმანსით. რა თქმა უნდა, ეს smartphone-ები ყველაფერს გააკეთებენ, რაც გაგიხარდებათ. იქნება ეს მაღალგრაფიკული თამაშების თამაში თუ სხვა, თუმცა Google-ის მთავარი პრიორიტეტი ხელოვნური ინტელექტი და მისი კარგი ინტეგრაციაა ჩვენს ყოველდღიურობაში, რასაც შესანიშნავად აკეთებენ, თუნდაც იმით, რომ გადაღებული ფოტოები ინტელექტით მუშავდება. წარმოდობა კი Google-ის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. რა ვქნათ ასეა. ჩემი პირადი აზრით, Pixel-ი არის smartphone-ის დეფინიცია. როცა ამ ტელეფონს ვიყენებდი, სიამოვნებდა დახვეწილი დიზაინისა და უამრავზე უამრავი შესაძლებლობის მქონე ნივთი, რომ მეჭირა ხელში. მიყვარს Pixel-ი ყოველთვის სულ მოუთმენლად ველი ხოლმე მის ახალ თაობაზე სიახლეებს. ქუჩაში როცა ვინმეს ხელში დავუნახავ, მაშინ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანმა იცის, რასაც აკეთებს და არჩევანი ერთ-ერთ საუკეთესო smartphone-ზე აქვს გაკეთებული. თუ თქვენს გადაწყვეტ მასე არჩევანის გაკეთებას, იცოდეთ, რომ სულ სწრაფად უნდა მოხვიდეთ Zoom-ში. რას ელოდებით უბრალოდ? ჩვენსკენ როცა წამოხვალთ, გზაში არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და დღეს მე ამით დაგემშვიდობებით. ნახვამდის. დავქნი ხელ. ნახვამდის. ჭირი ხალხინიაკა. იყიდა Pixel-ი მაგარი.